ახალი სიცოცხლე გაჩნდა წლების განმავლობაში სამთო საქმიანობით დაზიანებულ ლანდშაფტზე. მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის აგრძელებს კამპანიას სახელწოდებით „მე დავრგე ხე“, რომლის ფარგლებშიც მადნეულის კარიერის ფუჭიქანების სანაყაროზე ასობით ახალი ნერგი დაირგა. წელს ჩვენ ვიმყოფებით კომპანია RMG-ის მეორე სანაყაროს თავზე და ღონისძიების ფარგლებში დაირგა 264 ხე. ეს ხეები ირგვება ძალიან სპეციფიურ ნიადაგზე, რომლის მომზადებასაც საკმაოდ დიდი წლები ჭირდება. კამპანიის მიზანს სამთო წარმოებისგან ყველაზე დაზიანებულ ადგილებში ზიანის გამოსწორება წარმოადგენს და ასევე კამპანიის მიზანია ამ ღონისძიებებში ადგილობრივი მოსახლეობის, კერძოდ მოსწავლე ახალგაზრდობის აქტიური ჩართვა. ეკოლოგიური პასუხისმგებლობა ორგანიზაცია საზოგადოებრივმა გაერთიანებამ და კომპანია RMG-ის გარემოს დაცვითმა დეპარტამენტმა აიღო. საქართველოს პარლამენტის ინიციატივით დღეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება გაიმართა სტუდენტებისთვის და სტაჟორებისთვის. მათ ჰქონდათ საშუალება, რომ მოენახულებინათ როგორც სარეკულტივაციო ტერიტორიები, ასევე ის ტექნოლოგიური ცვლილებები წიაღის მომპოვებელი კომპანიის ტერიტორიაზე, რაც პრაქტიკულად იძლევა იმის პროცესის გაუმჯობესების საშუალებას, ისევე როგორც რეკულტივაციის მასშტაბური ღონისძიებების ჩატარებას. ეს ის ფორმატია, რა ფორმატსაც საქართველოს პარლამენტი მომავალში ძალიან დიდ მხარდაჭერას აღმოუჩენს. უკვე ტრადიციად იქცა, რომ კამპანიაში დაბა კაზრეთის და დმანისის მუნიციპალიტეტის საშუალო სკოლის მოსწავლეები იღებენ მონაწილეობას. დღეს დაათვალიერეთ, როგორც საწარმო მიმდინარე პროცესს ასევე განაგრძობს. სამსხვრევს ხეების დარგვის პარალელურად მოეწყო სხვადასხვა შემეცნებითი აქტივობა. ღონისძიების მონაწილეებმა დაათვალიერეს RMG Gold-ის აბულმუგის საბადო, მადნის სამსხვრევი ნაგებობა და გაეცნენ ეგრეთ წოდებულ დრენირებული წყლების გაფილტვრის პროცესს, რაც მდინარე მაშავერას დაბინძურების რისკის აღმოფხვრას უწყობს ხელს. იმ ადგილებზე, სადაც ათეულობით წლები გროვდებოდა შესაბამისი მასალები, ახლა მოეწყო მწვანე სივრცეები, ჩვენ დღეს საქართველოს პარლამენტის წევრებთან, პოლონეთის და დვანის სკოლის მოსწავლეებთან, სხვა ჩვენ მეგობრებთან ერთად, გარემოზე ზრუნვა ყველა ჩვენთან განისვალია და ძალიან მიხარია, რომ მე დღეს შემეძლო დღეს აქ ყოფილიყავი ჩვენს ახალგაზრდებთან ერთად, გვესაუბრა გარემოს დაცვაზე, იმ საჭიროებებზე, რაც აქვს ჩვენს ქვეყანას და ყველაზე მთავარი დაგვერგო ხეები, რომელიც ყველა ჩვენთან განისვალია. რამოდენიმე მოსწავლე აქ უკვე მეორედ იყო მოსულა, როცა დაინახა თავისი დარგული ხე როგორ გაახარებული, ოკე ფოთლებიც გამოიღო, მისთვის ეს უკვე შედეგია. ბევრი გამონაბოლქვი ქვია და ამიტომაც ეს ხეების დარგვა არის ძალიან მნიშვნელოვანი. საინტერესო იყო ეს პროექტი და დიდი სურვილი მაქვს, რომ სამომავლოდ გაგრძელდეს. აღსანიშნავია ისიც, რომ კამპანია „მე დავრგე ხე“ მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობის ინიციატივით 2024 წლიდან ტარდება. ჩვენ ვახორციელებთ უშუალოდ სანაყაროების აღდგენას, თვითონ ნიადაგის შემცველობა ძალიან რთულია. ჩვენ სანამ ხეების დარგვას განვახორციელებდით, მოგვიწია წლების განმავლობაში ამ ტერიტორიის დამუშავება, რომ მიგვიყვანა იმ კონდენციამდე, რომ მე შემდგომ ხეები დაგვერგო. ეს კამპანია კიდევ გაგრძელდება და უფრო მეტ მასშტაბებს შეიძენს. კამპანიის არსებობიდან დღემდე 1264 ხეა დარგული, რაც მომავალი თაობის ჯანსაღ და ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ცხოვრების საძინდარია.